საერთო საგარეო ურთიერთობები და კავშირები ჯეფრი ეპშტეინთან შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩად პიტერ მენდელსონის დანიშვნას მასშტაბური სკანდალი მოჰყვა. არ არის გამორიცხული ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პოლიტიკური კარიერა შეეწიროს. მისი გადადგომა უკვე მოითხოვეს, მაგრამ გიგანი გიამბობთ. დაუნინგის 10 ნომერის სკანდალში გაეხვა ოპოზიცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო ფუნქციონირებას კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შეიყვანა თუ არა საკანონმდებლო ორგანოს შეცდომაში პრემიერ-მინისტრმა იღებს თუ არა ბრიტანეთის საგარეო უწყება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ინფორმაციის სათანადოდ გადამოწმების გარეშე ან მისი უგულებელყოფის ხარჯზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ამ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა. მიზეზი კი ამერიკაში ბრიტანეთის ელჩად პიტერ მენდელსონის დანიშვნა, რომელმაც უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, თუმცა თანამდებობას 2025 წლის თებერვლიდან მაინც იკავებდა. ირკვევა, რომ ლორდ მენდელსონს საეჭვო საგარეო კავშირები ჰქონდა და ჯეფრი ეპსტინთანაც იყო აფილირებული. არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, პიტერ მენდელსონი არ უნდა დამენიშნა. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. ბოდის ვუხდი პედოფილი ჯეფრი ეპსტეინის მსხვერპლებს. 14 აპრილს პირველად შევიტყვე, რომ 2025 წლის 29 იანვარს პიტერ მენდელსონის ელჩად დანიშვნამდე საგარეო უწყების მაღალჩინოსნებმა მას მისცეს უსაფრთხოების დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების შემოწმების სააგენტომ საწინააღმდეგო რეკომენდაცია გასცა. უფრო მეტიც, საგარეო უწყების მაღალჩინოსნებმა ეს ინფორმაცია არც მომაწოდეს, არც საგარეო საქმეთა მდივანს. სტარმერმა შეცდომა აღიარა, თუმცა თავისივე საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომლები დაადანაშაულა. მენდელსონის სკანდალის გამო უწყებიდან გათავისუფლებულმა მაღალჩინოსანმა ოლი რობინსმა კი დღეს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ოფისის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა. ჩემი სამსახურის საგარეო საქმეთა უწყება მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო მუდმივი დევნის ატმოსფერო. ვიგრძენი, რომ უსაფრთხოების რისკებზე მის შემოწმებას ზოგადად ყურადღებას არ აქცევდნენ. მთავარი იყო მენდელსონი ვაშინგტონში სწრაფად გაეშვათ. ოლი რობინსის ამჩვენებას ოპოზიცია მთავრობისთვის გამანადგურებელი მტკიცებულება უწოდა. ოპოზიცია კირ სტარმერს ორმაგ სტანდარტებში თემთა პალატის შეცდომაში შეყვანასა და უსაფრთხოების რისკების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ვიცით, რომ მენდელსონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მჟავდებულ პედოფილთან, ასევე საეჭვო კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან. მას დაზვერვისა და უსაფრთხოების ზესაიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წოდომა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა. პრემიერ-მინისტრმა კითხვაც კი არ დასვა, თუ უსაფრთხოების რა რისკებს უკავშირდებოდა მენდელსონის დანიშვნა. თუ კი მან შეცდომაში შეგვიყვანა, თანამდებობა უნდა დატოვოს. პრემიერ-მინისტრმა იცოდა, რომ მენდელსონის დანიშვნა უდიდეს რისკს უკავშირდებოდა. მაინც წავიდა ამ რისკზე, რაც კატასტროფული შეცდომაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, რომ გამოიძიონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, რომელიც პიტერ მენდელსონის ამერიკის ელჩად მუშაობის პერიოდში დაფიქსირდა.